გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნობთ. მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს, ტაძრებში კი სადღესასწაულო წირვა ლოცვა სრულდება. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი აღასრულებს, რის შემდეგაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდება. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნეები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან, ეკლესიებში ბზა იკურთხება როგორც უფლისთვის მიგებების სიმბოლო. თამარ თათარაშვილი შემოგვიერთდება სიონის საპატრიარქო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში, სადაც ღვთისმსახურება დილის 10 საათზე დაიწყო. თამარ, გისმენთ. ხვალიდან ვნების კვირა იწყება. ზუსტად რამდენიმე დღეში სრულიად მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს. დღეს ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში საკვირაო წირვალოცვა სრულდება. თუმცა დღევანდელი დღე განსაკუთრებული არის იმ თვალსაზრისითაც, რომ დღეს სრულიად მართლმადიდებელი სამყარო ასევე ზეიმობს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც არის 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთი და ის როგორც წესი აღინიშნება აღდგომის დადგომამდე ერთი კვირით ადრე. სწორედ დღევანდელ დღეს მღვდელმთავრები სასულიერო პირები ტაძრებში, ეკლესია მონასტრებში იკრიბებიან მრევლთან ერთად და სრულდება საზეიმო ღვთისმსახურება. სახარების მიხედვით სწორედ დღევანდელ დღეს მაცხოვარი იესო ქრისტე შევიდა პასექის დღესასწაულზე დასასრებად იერუსალიმში და მას მოსახლეობა დახვდა დიდი სიხარულით და ზარზეიმით. უგებდნენ მას ფეხქვეშ სამოს და ასევე პალმის რტოებს. დღევანდელი დღის სიმბოლოც არის ბზა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში პალმის მაგივრობას. სწორედ ამიტომ ტაძრებში დღეს იკურთხება ბზა, რომელიც მრევლს მიაქვს შემდგომ სახში და მთელი წლის განმავლობაში ლოცულობენ. სიონის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურებას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს, რომელიც წირვალოცვის დასრულების შემდეგ შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართავს. დღეს არის იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, მთელ საქართველოს ულოცავ. ამ ბრწყინვალე დღესასწაულს უფრო უკეთესები გავხდეთ, ვიდრე აქამდე ვიყავით. პატრიარქის სული გაანათლოს ღმერთმა. იქიდან შეგვეწევა თავისი ლოცვა კურთხევით. ბზობა არის დიდ მარხვარში ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული და სწორედ ჩვენ აღვნიშნავთ ამას, თითოეული ადამიანი და ჩვენი ეკლესია. მინდა ყველა ადამიანს უსურვოს სიხარული, სიყვარული და უვლევი ბედნიერება უფლის მაგლითა წყალობით. ძალიან წმინდა დღე არის და ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა უნდა მივიდეს ეკლესიაში, სანთელიც უნდა დაანთოს და აგრეთვე ბზაც უნდა შეიძინოს, რათა აკურთხოს კიდევ და თავისი თუ აქვთ მაგალითად რაღაც ჯვარი, ისიც უნდა აკურთხონ. გვინდა მივულოცოთ სრულიად საქართველოს ბზობის დღე. ბზობა ეს არის სიხარული და სულიერი დატვირთით აღსავსე დღე. დღეს როდესაც მაცხოვარი დიდებით შედის იერუსალიმში, ეს არის დიდი სიხარული, რადგანაც მაცხოვარი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში, შემოდის ჩვენს გულებში. ქართული ტრადიციის თანახმად ამ დღეს ვეგებებით ბზით, რადგანაც ბზა არის მარადმწვანე მცენარე და იგი არის სიმბოლო მარადიულობის და სიცოცხლის. არ წყდება ხალხის ნაგადი სიონის საპატრიარქო ტაძარში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სურთ რომ მოვიდნენ და კიდევ ერთხელ პატივი მიაგონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას და მის საფლავს. როდესაც დასრულდება ღვთისმსახურება, მისი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დღეს გადაიხდის ასევე პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო. მადლობა, თამარ თათარაშვილი საუბრობდა სიონის საპატრიარქო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში. ახლა კი დღის სხვა თემები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით სამართალდამცველებმა სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, სასამართლომ კი სამართალდამრღვევად ცნო. საუბარი აზერბაიჯანის მოქალაქის მხრიდან სოციალური ქსელით პოლიციელის შეურაცხყოფაზე. სასამართლომ აფგან სადიგოვს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, მას ქვეყანაში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით სადიგოვის სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში 62-ჯერ იქნა გამოვლენილი, მათ შორის შეკრება მანიფესტაციის წესების დარღვევის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვი, რომელიც სასამართლოს წინაშე შესაბამისი ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში წარდგა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვის სამართალდამრღვევად ცნო. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევათა კოდექსის 173 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, კერძოდ სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. საქართველოსდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. სასამართლომ გაითვალისწინა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია და მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას 2-ჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა. გარდა ამისა, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად გათვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია ავგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით. დამატებით საზოგადოების ინფორმირებისა და სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით განვარტავთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდა მათ მიერ სამართლის საქმეზე ძებნილი ავგან სადიგოვის ექსტრადირებას. იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა ავგან სადიგოვი აზერბაიჯანისთვის, ბუნებრივია ქართული მხარე უარს აცხადებდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული პირის ექსტრადაციაზე. ქართული მხარისთვის რამდენიმე დღის წინ ოფიციალური წყაროები ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადაციო პროცედურები. ამავდროულად სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით ჯარიმასთან ერთად ითვალისწინებს საქართველოსდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს. შესაბამისად, ავგან სადიგოვი გაძევებული იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის 3 წლიანი აკრძალვა. საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ამავდროულად სახელმწიფო მკაცრად იცავს ბალანსს ინდივიდუალურ უფლებებსა და სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებს შორის. კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი და სამართალდამრღვევი პირები დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ იმ ზომებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კანონის უზენაესობის პრინციპთან. ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევები იყო იმედის ეთერში გამართული დებატების მთავარი თემა. საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა. ენერგეტიკოსებმა მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრობის თავმჯდომარემ და სოციალური დემოკრატიისთვის წარმომადგენელმა. საუბარი შეეხო ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობას, როგორია ქვეყნის ენერგორესურსების ათვისების სამთავრობო სტრატეგია და გარემოს დაცვითი სტანდარტი. პრემიერის განცხადებით, ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით ქვეყანა შეუძლია გახდეს მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით და ხელისუფლების მიზანია 10 წლიან პერსპექტივაში 11500 მეგავატამდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრის მოცულობა, რომ საქართველო გახდეს მთლიანად დამოუკიდებელი იმპორტისგან და შეძლოს ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა. ჩვენი ზოგადი ამოცანა არის ძალიან მკაფიო. ჩვენ გვინდა რომ საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითქმარი ქვეყანა. არსებობს ენერგიის სხვა წყაროები, ეს არის გაზი, ნავთობი, სადაც ჩვენ ვერ გავხდებით, რა თქმა უნდა, თვითქმარი, არ გვაქვს შესაბამისი რესურსები. თუმცა ელექტროენერგეტიკის სფეროში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავხდეთ სრულად თვითქმარი. თვითქმარში გულისხმობთ მარტივად რას, რომ საქართველო აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გადანას. რაც მნიშვნელოვანია ზოგადად ამ სფეროში. წარმატებისთვის, მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. დღევანდელი მოცემულობით ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული მნიშვნელოვანწილად. ჩვენი ჯამური გენერაცია დაახლოებით არის 4700 მეგავატი დადგმული სიმძლავრე და ჩვენ გვაქვს კონკრეტული მკაფიო ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მდგომარეობის შეცვლას. ჩვენ გვინდა რომ საბოლოო ჯამში 10 წლიან პერსპექტივაში 11500 მეგავატამდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრის მოცულობა და ასეთ შემთხვევაში საქართველო უკვე გახდება მთლიანად დამოუკიდებელი იმპორტისგან. მარეგულირებელი ჰესები და საშუალო ჰესებიც და
რამდენად გვჭირდება მცირე ჰესები, ამაზეც კი ზოგჯერ კითხვის ნიშანს ვსვამ. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია განსაკუთრებით გეზეშეს პერიოდში საჯარო განხილვები, საჯარო დისკუსიები იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი განსაკუთრებით სტრატეგიული პროექტებზე, როდესაც ჩვენ გვაქვს საუბარი, რომ შედგეს საზოგადოებრივი დისკუსიები და ჩვენ არ ვისაუბროთ იმაზე, უნდა აშენდეს თუ არა პირობითად დამახვანი ნესკრა თუ ხუდონი, არამედ უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ უნდა აშენდეს, როგორი არის სწორი ფორმა იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვუზრუნველყოთ თავარი ამოცანის შესრულება, რაც არის ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის. თუ არ არის დათვლილი, თუ არ არის კვლევა გაკეთებული, რომ შეიძლება ამის რაღაც მოდერნიზებით, ქარის, მზის ენერგიებით გაძლიერება თუ ეს ყველაფერი გადმოთვლილი არ არის, რანაირად შეიძლება ვასხოთ ან არა? ყველაფერი დათვლილია. კი, ყველაფერი დათვლილია, რა თქმა უნდა. ჩვენ რო გვაქვს დათვლილი, ამიტომ ვამბობთ, რომ თუ არ დაგვემატება დაახლოებით 2000-მდე მეგავატის მოცულობის დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, ანუ მარეგულირებული ჰიდროელექტროსადგურები, ამ შემთხვევაში სტაბილურობა, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მით უმეტეს ვერ იქნება სისტემის სტაბილურობა უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე. ახლა კი უცხოეთის ამბები და ვითარება ახლო აღმოსავლეთში, სადაც კონფლიქტი ისევ გრძელდება. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, მათ დასავლეთ და ცენტრალურ ირანში იერიში მიიტანეს ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ბალისტიკური რაკეტების ობიექტებზე, დრონების შესანახ და გასაშვებ პუნქტებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ამავდროულად ირანის მხრიდან ქუვეითზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ოფისები და 2 ელექტროსადგური. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ამასთანავე ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმების მორიგი ტალღა დაიწყო. სახალის მხრიდან ირანის ნავთობქიმიურ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად კი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ისრაელი აგრძელებს ირანის ტერორისტული რეჟიმისა და მათი ინფრასტრუქტურის განადგურებას. დაგბირდით, რომ განვაგრძობდით თეირანის ტერორისტული რეჟიმის განადგურებას და სწორედ ამას ვაკეთებთ. გავანადგურეთ მათი ფოლადის წარმოების 70%, ნედლი მასალა იარაღის წარმოებისთვის. ამის შემდეგ კი ნავთობქიმიურ ქარხნებს დავარტყით. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე ირანს უარი არასდროს უთქვამს და ამერიკული მედია ირანის პოზიციას არასწორად წარმოაჩენს. ჩვენ მადლიერები ვართ პაკისტანის ძალისხმევის და ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ისლამაბადში ჩასვლაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჩვენზე თავს მოხვეული ამ უკანონო ომის საბოლოო და ხანგრძლივი დასრულების პირობებია, წერს აბას არახჩი. პარალელურად ამერიკის პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანს 48 საათი დარჩა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად. როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ირანმა ან შეთანხმება უნდა დადოს, ან ჰორმუზის სრუტე გახსნას, სხვა შემთხვევაში ისინი მალე სრულ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. ირანის მიერ 3 აპრილს ჩამოგდებული F-15 ტიპის ამერიკული თვითმფრინავის ეკიპაჟის დაკარგული წევრი ამერიკის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს. ინფორმაციას დონალდ ტრამპი Truth Social-ზე ავრცელებს და წერს, რომ სამძებრო სამაშველო ოპერაციის დროს არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა. ჩვენ არასდროს დავტოვებთ არც ერთ ამერიკელ მებრძოლს. ის ფაქტი, რომ შევძელით ორივე ოპერაციის განხორციელება ერთი ამერიკელის დაღუპვის ან თუნდაც დაჭრის გარეშე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მივაღწიეთ ირანის ცაზე საჰაერო უპირატესობას, წერს დონალდ ტრამპი. ისრაელში თელ-ავივსა და სხვა ქალაქებში ასობით დემონსტრანტმა ირანთან ომის საწინააღმდეგო აქცია გამართა. მთავარი მოთხოვნა ომის დასრულება იყო. მას შემდეგ, რაც თელ-ავივში ჰაბიმას მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტების რაოდენობა სასამართლოს მიერ დადგენილ 600 მონაწილეს გადააჭარბა, მანიფესტაცია უკანონოდ გამოცხადდა და ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის დროს 17 ადამიანი დააკავეს. 5 აპრილის ღამეს უკრაინაში ოდესაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატები თავდასხმის შედეგად დაზიანდა 5-სართულიანი საცხოვრებელი შენობა. 20-მდე მაცხოვრებლის ევაკუაცია კი უკვე განხორციელდა. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.
უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტები უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება. ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. არსებობს მყარი პოლიტიკური მზაობა ერთობლივი მუშაობისთვის და ჩვენი გუნდები უახლოეს დღეებში დაასრულებენ დეტალებზე მუშაობას, წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე. ახლა კი ისევ საქართველოს დაკავება ნარკოდანაშაულის ფაქტზე. ქვემო ქართლის პოლიციამ რუსთავში 32 წლის პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა შენახვის, მოხმარებისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით აიყვანა. პირადი ჩხრეკისას ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციო დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ალფა-პვპ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. განზრახ-მკვლელობის ბრალდებით 59 წლის მოქალაქე დააკავეს სამეგრელოს ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 4 aprils უგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა 1953 წელს დაბადებულ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზევე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში მორიგი გამოკვლევები მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. პროგრამის მიზანი მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებათა პრევენცია და მათი ადრეული გამოვლენაა. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით მარნეულისა და მიმდებარე სოფლების მოქალაქეებს უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოკვლევები, ასევე არაგადამდები დაავადებების B და C ჰეპატიტების HIV ინფექციის სკრინინგი. პრევენციული გამოკვლევები მარნეულის მუნიციპალიტეტში მაისის ბოლომდე კიდევ ორჯერ ჩატარდება. კამპანია ეტაპობრივად გაგრძელდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც და 15 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიას მოიცავს. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ და რამდენიმეჯერ განხორციელდება ყველა მუნიციპალიტეტში. სკრინინგული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად და რეალურად ეს არის გარანტია დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში თითქმის 100%-იანი განკურნების. ამდენად ყველას მოუწოდებთ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაიტარონ სკრინინგი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში ტარდება კიბოს სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის, ზუზუს კიბოს სკრინინგი, აგრეთვე მამოგრაფია, მამოლოგები, ჯგუფი არის. ჩვენ დღეს თანამშრომლებთან ერთად მოვედით სკრინინგის გასავლელად. მოგეხსენებათ, რეგიონში მცხოვრებს არ აქვს საშუალება და დრო, რომ სკრინინგის ჩასატარებლად თბილისში წავიდეს. მადლობა, რომ ამის საშუალება გვეძლევა. ყველაფერი უფასოდ ჩაგვიტარდა, რისთვისაც მადლობა ორგანიზატორებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა შემდგომ შესაბამისად მოვიქცეთ და გვიანი არ იყოს. ეს ღონისძიება მთლიანად ქალების მხარდაჭერასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება. დიდი მადლობა ექიმებს თბილის შეხვედრისთვის და მადლობა მთავრობას ქალბატონებზე ზრუნვისთვის. ჩვენი ჯარის ფარგლებში სამხედროების სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობენ. სამხედრო მოსამსახურეები ამჯერად სოფელ კოდისა და სამტრედიის სკოლებს ესტუმრნენ და მოსწავლეებისთვის თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მათ უფროს კლასელებს მიაწოდეს ინფორმაცია თავდაცვის ძალების შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაზე, დანიშნულებასა და მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და საერთაშორისო მისიებზე. წარვადგინეთ თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობიტი ხასიათის პრეზენტაცია, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და პატრიოტული სულისკვეთების გაზიარებას. ბავშვობიდან ძალიან მიზიდავდა ხოლმე ეს თავდაცვის ძალების საკითხი და საერთოდ ჩემ ქვეყნისთვის მსახური და ყოველთვის ესე რომ ვთქვათ მიზანი მქონდა რომ გავიზრდებოდი ჩემი ქვეყნისთვის მე მსახურა ესე რომ ვთქვათ. და ჩემი აზრით ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი არის მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, ვისაც აქვს გეგმაში რომ ვთქვათ თავისი კარიერა გააგრძელოს ქვეყნის სამსახურში.
საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებისა და სპორტის სამინისტროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ბოლნისში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა სპორტსმენის ნინი მამარდაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ღია ტურნირი მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა და ფედერაციის პრეზიდენტმა ნინი მამარდაშვილის ოჯახს გარდაცვლილი სპორტსმენის სახელობის თასი, медали და სიგელი გადასცეს. ორდღიან ტურნირში საქართველოს მასშტაბით მოქმედი კარატის კლუბები მონაწილეობენ. ამ ორ დღეში უკვე 300-მდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას, გადავეცით სიგელები, როგორი წარმატებითაც დღევანდელი დღე ჩატარდა, ფიქრობ, რომ მომავალშიც ესე წარმატებულად ჩატარდება ნინისადმი მიძღვნილი ღონისძიება. აქტიურობა საკმაოდ დიდია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან ჩამოსული მაღალი კლასის სპორტსმენები. ამ ტურნირს ეკნება ტრადიციული სახე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტსმენი იყო ნინი და ძალიან მნიშვნელოვანია ფედერაციამ დააფასა მისი ღვაწლი სპორტში და მის სახელობის ტურნირი ჩაატარა. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 3-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.gi ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. დროებით.